სამშობლო ამ სახელწოდებით ქობულეთში უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. ბანაკში 15 დღის განმავლობაში რუსეთში, საინგილოსა და ირანში მცხოვრები ქართველი ბავშვები დაისვენებენ. საზაფხულო ბანაკი ბავშვებს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. პროექტი უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. ვიკა ლიპარტელიანი საზაფხულო ბანაკში რუსეთიდან ჩამოვიდა. მისი თქმით, ბანაკში ყოფნა მას ახალი მეგობრების შეძენისა და გართობის საშუალებას აძლევს. ვიკასგან განსხვავებით, საინგილოში მცხოვრები ალი შაბანოვი კი ბანაკში წელს მეორედაა. იმედი აქვს, რომ ის 15 დღე, რომელსაც აქ გაატარებს, საქართველოს უკეთ გაცნობაში დაეხმარება. რაც მოვედი, უკვე რამდენი მეგობარი გავიჩინე და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვდივარ და უფრო მეორე წელია, რომ აქ ვარ, ვისვენებ. რამდენი ექსკურსიაც გქონდა, ყველგან როცა ვედით, მომეწონა საქართველო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბანაკში რომ მოგვიწვიენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რუსეთიდან და სამშობლოზე რომ ვართ, ძალიან გვიხარია. იქ რუსეთში ცეკვავთ ქართულ ცეკვებს და აქაც გვინდა რომ გამოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. 100 ბავშვი რუსეთიდან და საინგილოდან 15 დღის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკს სამშობლოში შეიკრიბა. დრო რომელსაც ისინი აქ გაატარებენ, შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებებით იქნება დატვირთული. ბავშვები საქართველოში არსებულ ისტორიულ ძეგლებს დაათვალიერებენ და ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში გამოცდიან. ქართული ენის უკეთ შესწავლისთვის მათ პედაგოგები ქართული ენის გაკვეთილებს ჩაუტარებენ. აქვე ისინი ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს შეისწავლიან. მიღებულ ცოდნას კი დასკვნის დღეს კონცერტზე წარმოადგენენ. დილა ჩვეულებრივად იწყება ლოცვით, მას მოყვება დილის ვარჯიში, შემდეგ ტრაპეზი, სხვადასხვა ღონისძიებები, ქართულის გაკვეთილი, ქართული ხალხური სიმღერა, ხალხური ცეკვა, რადგან ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ჩამოსულ ბავშვებს საინგილოდან თუ საზღვარგარეთიდან, სხვა ქვეყნებიდან გაუძლიეროთ საქართველოს სიყვარული, რა თქმა უნდა, ისინი ქართველები არიან, მაგრამ მოკლებული არიან ამ ყველაფერს. საზაფხულო ბანაკი დღეს საზეიმოდ გაიხსნა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ანსამბლებმა ქართული ხმები, გორდელა და ხარება კონცერტი გამართეს. მომღერლები ამბობენ, რომ მათთვის ძალიან სასიხარულოა უცხოეთში მცხოვრები მოზარდებისთვის სიმღერა, რადგანაც ისინი ქართულ ხანგებს მოკლებული არიან. ტრადიციას არ ვარგო, უკვე მესამე წელია აი ზუსტად ამ სცენაზე, ამ ბაღში ვატარებთ კონცერტს და ვიხარია, რომ მეუფესთან ჩამოვდივართ ყოველ წელს და აი პატარებს ამ დამსვენებლებს ბავშვებს ყოველ წელს უტარებთ კონცერტს და რა ვიცი ვეფერებით და დღესაც აი ანსამბლი გორდელა, ჩვენ ქართული ხმების კვარტეტი, ანსამბლი ბათუმი ერთად დავდექით რომ მოვეფეროთ ყველას. საზაფხულო ბანაკი ბავშვებს უკვე 4 წელია მასპინძლობს. ის ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. საზაფხულო ბანაკის ეზოში წმინდა კირიონ ეპისკოპოსის სახელობის ტაძარია. ძირვალოცვას ბავშვები სწორედ ამ ტაძარში დაესწრებიან. მეუფე დიმიტრი პროექტის მონაწილეებს მიესალმა და დალოცა. ჩვენ ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ და ის ბადლით, ის შეწევნით სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ქართველი, რომელ სოფლიოს, რომელ კიდეში, რომელ უკიდეგანო სივრცეში მას უნდა ახსოვდეს, რომ არის ქვეყანა, სამშობლო, სადაც ის განსაკუთრებით უყვართ, სადაც მას განსაკუთრებით ელოდებიან. ღვთის მადლი, წყალობა იყოს თანამავალი და თანამგზავრი ჩვენი ცხოვრებისა. ბანაკში მოზარდები მალე ირანიდანაც ჩამოვლენ. მეორე ნაკადს კი საზაფხულო სკოლა ბანაკი 1 აგვისტოდან მიიღებს.